გავლილი გამოცდილების შეჯამება რაღაც ფორმით ყოველთვის მინდოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასრული გავხდი. გარკვეულწილად თან თითქოს დაძაბულობაც გამოთავისუფლდება პირველ რიგში შემოქმედებითი ენერგიის სახით. ესა 24 ცხოვრებისეული მიგნება ჩემგან. 24 წლის განმავლობაში. თუ მოზარდობისას ან სტუდენტობისას ბევრი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მოგიხდა ან ფინანსური საშუალება არ იყო რომ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები დაგაკმაყოფილებინა, როგორც კი ამის შანსი გაჩნდება, აუცილებლად უნდა აუნაზღაურო შენ თავს ეს დაკარგული წლები. არ არის საჭირო ზედმეტი ყურადღება იმაზე ქონდეს გამახვილებული, რომ კონკრეტულ ასაკამდე ბევრი რამე მოასწრო. აუცილებელია ობიექტურად მინიმუმ 1-2 კურსის გავლა იმაში, რასაც დღეს მომავლის პროფესიებს ეძახიან, მაგალითად 3D დიზაინი, ანიმაცია, გრაფიკული დიზაინი და არც ის უნდა იფიქრო, რომ ყველაფრის სწავლას უნივერსიტეტი სჭირდება, იმიტომ რომ ეგრე ბევრს წააგებ. იმისთვის, რომ შენი წითელი ხაზები გამოკვეთოს ხვებთან და არასთქმას მიეჩვიო, არ გჭირდება მაინც და მაინც გაბრაზება. შეგიძლია ნეიტრალური დარჩე და ისე გამოკვეთო საკუთარი საზღვრები. თუ ფიქრობ, რომ შენ თვითონაც შეგიძლია შენი გაყინული კრეატიული იდეების და სხვადასხვა პროექტის განხორციელება, აუცილებლად უნდა დაიწყო და აღარ უნდა დაელოდო გარედან დახმარებას, ან რომ სხვებმა შეგამჩნიონ. თუ რთული პერიოდი გაქვს და გარშემო ბევრი არავინაა, ვინც ემოციურად მხარს გიჭერს, აუცილებლად ერთი ადამიანი მაინც უნდა გამონახო, რომელიც შენს მოსასმენად ყოველთვის მზად იქნება და არასდროს განგჯის. სხვაგვარად იქნება ურთულესი პირადი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ, მაგრამ თუ ამის საშუალებაც არ არის და ესეც გამოცდილი მაქვს, შენს თავს თვითონვე უნდა გაუხსნა გზა, მაგალითად შეგიძლია აუდიო ჩანაწერები გააკეთო ტელეფონში და შემდეგ ან წაშალო ან შეინახო. პოდკასტის შექმნა და ამ მხრივ დაიცალო პირად თემებზე საუბრით, შეგიძლია YouTube არხის შექმნა და როგორ გამოხატვის ფორმაც უნდა აირჩიო. ნებისმიერ შემთხვევაში შენი აუდიტორიისთვის ერთ-ერთი მაგალითი ხდები. სხვებსაც წაახალისებ მსგავსი გამოცდილებების გაზიარებაში და კიდევ ერთხელ დაუმტკიცებ მაყურებლებს, რომ უნდა იფიქრონ, რომ რთული გამოცდილებები მხოლოდ მათი ცხოვრების ნაწილია და არა სხვისი. როცა ოჯახის წევრი ან ახლობელი გარდაიცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის სიკვდილით მის ხსოვნასთან კავშირი წყდება, ან რომ მისი დატოვებული კვალი აღარ არსებობს, ან რომ მასთან ურთიერთობა შეწყდა. უბრალოდ სამწუხაროდ ცალ-ცალკე გრძელდება ეს არსებობა და ამასთან შებრძოლება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელი არის გლოვის პროცესის მართვა და გარკვეული გამკლავების მექანიზმების მოძებნა, იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს, ვის ცხოვრებაშიც ეს არ მოხდება. რამდენადაც ბანალურად უნდა ჟღერდეს, ტოქსიკური ადამიანები ზუსტად ისე ანთხოვენ გესლს და ისეთივე სიტყვებით ან ბრალდებებით გელაპარაკებიან, როგორც საკუთარ თავს. იმისთვის, რომ მარცხის და სიზუსტეების გამოვლენის არ გეშინოდეს და სულ სხვებისგან გარიყულად არ გრძნობდე თავს, ჯერ საკუთარ თავთან ჯობია შეცდომების აღიარება და იმასთან მორიგებაც, რომ შენი ადამიანის სიზუსტეების ტაბუირება ან საკუთარი თავის ზედმეტად შერცხვენა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ამ მიმართულებით თუ წაიყვან აზროვნებას, არც სხვებთან გაგიჭირდება, რომ გაიხსნა. შენს თავს რთულ საკითხებზე, განსაკუთრებით წარსულ ტრამვებზე, რომლებისგანაც ჯერ არ განკურნებულ ხარ, უნდა ელაპარაკო დიდი სიფრთხილით, როგორც ბავშვს ან საუკეთესო მეგობარს დაელაპარაკებოდი. ძალიან დიდი თავისუფლება მოაქვს ბრენდების ბოიკოტირებას, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები და საკვები უზომოდ გაძვირებულია, ხელფასების ზრდა, ფასების ზრდას არ ეწევა, მაღაზიები რუსეთში წარმოებული პროდუქტებითაა სავსე, დანარჩენი ბრენდები და ფასტ-ფუდ რესტორნები გენოციდების დამფინანსებლები არიან და რაც რჩება იმ ფირმებს პრორუსი ქართველი ბიზნესმენები ფლობენ. შენი ცხოვრების საუკეთესო ვერსიის მისაღწევად და განტვირთვისთვის აუცილებელია დასვენებას მიეჩვიო ყოველგვარი ზედმეტი ფულის ხარჯვის და იმპულსური საყიდლების გარეშე. მაგალითად, თუ მიჩვეული ხარ, რომ პარკში ან
რომელიმე რეკრეაციულ ზონაში ისე გაისერინო, რომ აუცილებლად თან რაღაცა უნდა იყიდო და მესმის, რომ ამ დროში შეუძლებელია რამე კვების ობიექტისგან არ გაგექცეს თვალი და არ მოგინდეს მაგალითად ყავის დალევა, იმიტომ რომ გამიზნულად ხსნიან, ასე ვთქვათ, დასასვენებელ სივრცეებთან კვების ობიექტებს. თუმცა შეიძლება ამასაც გადაეჩვიო და ძალიან დიდი ინვესტირება იქნება ეს შენი უკეთეს ცხოვრებისთვის. ამ დროში ყველა სხვა სიკეთესთან ერთად უცხოენის გაკვეთილებით შეიძლება იყოს გაძვირებული. ამიტომ თუ მასწავლებელთანაც ვერ ხერხებ მომზადებას და სიარულს და ვერც ვთქვათ კურსებზე დარეგისტრირდი, ჯობია ენის სწავლა დაიწყო დამოუკიდებლად. ინტერნეტში ბევრი ძალიან მაგარი რესურსია, მაგალითად მე 6 ენას ვსწავლობ, ძირითადად პოდკასტების, YouTube არხების და იმ ადამიანების გვერდების გამოწერის საშუალებით, რომლებიც ლაპარაკობენ ჩემს სამიზნე ენებზე. თუ ვინმე ინტროვერტობის გამო გარცხვენს და თავის ჭკუით შენს გამხიარულებას ცდილობს და ნაჭუჭიდან გამოყავხარ განგჯის, ნაკლები მეგობრის ყოლის გამო, სიამდვილეში თვითონ არის უზომოდ კომპლექსიანი და შეშინებულიც იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ოდესმე მარტო დარჩეს ან გარშემო მეგობრები არ ყავდეს, ან უბრალოდ მეგობრები თუ არა ადამიანების ჯგუფი შემოკრებილი. მეგობრების არ ყოლას ეგრევე აიგივებს მარტოსულობასთან და უბედურებასთან. შენერ ადამიანებთან შედარებით, არასწორად, მაგრამ მაინც უპირატესად გრძნობენ თავს, რადგან გონიათ, რომ თვითონ სოციუმის თვალში უფრო გახსნილები, თამამები და კომუნიკაბელურები ჩანან. ძალიან დიდი თავისუფლებაა ხალხის წაშლა სოციალური ქსელებიდან. ეს სირცხვილის საგანი არც უნდა იყოს, ჩემი აზრით. განსაკუთრებით წარსულში ვისთანაც ამბივალენტური ურთიერთობები გქონია, ან კონფლიქტი მოგვსვლია და დღეს შეხებაც აღარ გაქვს. მსგავსი ადამიანების მეგობრებიდან წაშლა არის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით. ან თუ ამის სურვილი გაქვს, შეგიძლია ყველა მიმდევარი წაშალო, ან ყველა მეგობარი. შეგიძლია საერთოდ სოციალურ ქსელიც გააუქმო, თუ კი ამაში ხედავ თავისუფლებას. მე ვერ ვიზამდი მაგას, მაგრამ ყველა თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ძალადობაზე და გადატანილ სირთულეებზე აუცილებელია საუბარი და დაცლა სწორ ადამიანებთან და სწორ სივრცეში. იმიტომ რომ ესაა შენი პირადი ძალაუფლების და აგენტობის დაბრუნება და ცხოვრების განკარგვის შესაძლებლობა. მესმის სიტყვა აგენტი ცოტა კრიმინალიზებული გახდა ამ ბოლო დროს და ყბადაღებულიც, მაგრამ იმედია მივხვდით რომ აგენტობას გულისხმობ, ანუ agencies. სოციალური მედიის სკროლაში დახარჯული დრო აუცილებლად უნდა ჩანაცვდეს. მაგალითად, რასაც სკროლაში ხარჯავ, ის დრო დაიხარჯოს ტელეფონში კითხვაში ან YouTube-ზე შენთვის საინტერესო ვიდეოების ყურებაში, ფოტოების დამუშავებაში, ან მაგალითად ვიდეოების მონტაჟში, ფილმის ყურებაში და ასე შემდეგ. შენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია საკუთარ თავთან მეგობრობა, სოლოპაემნები და გართობა, ისევე როგორც შენთვის სასურველ ადამიანებთან ურთიერთობას ისურვებდი. ძალიან საზიანოა იდეის არ განხორციელება იმის შიშით, ან სულ იდეალური მომენტის და რომ როგორიც გონებაში წარმოიდგინე საბოლოო პროდუქტი ისეთი არ გამოვა. მენტალურად როცა მზად იქნები, ვითომ მაშინ შეუდგები ამ იდეის განხორციელებას მოზღვავებული ენერგიით. მსგავსი აზროვნება არასდროს არ არის სწორი და ამიტომ ჯობია ძალიან მცირე პროგრესი ვიდრე თვეების და წლების განმავლობაში ერთ ადგილას გაყინვა იმის შიშით, რომ არასრულყოფილი არ იყო. თუ ხატავ, წერ, ცეკვავ, მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ, ბლოგერობა გინდა, ინფლუენსერობას აპირებ თუ ასე შემდეგ, ჯობია რომ პრაქტიკაში საქმე გქონდეს დაწყებული და გამოგდიოდეს უშნოდ, არასრულყოფილად, ვიდრე დაждდა და იფიქრო ჩემნაირი სისულელე, რომ ჯერ გონებაში მოემზადები კარგად
და ტვინი რომ გაგივარჯიშდება თუ რაღაც ასეთი სისულელე, მერე უფრო ჩამოყალიბებულ პროდუქტს მიიღებ, როცა რეალურად განახორციელებ. იდეალური შედეგის ბევრჯერ წარმოდგენა შეიძლება არც არის ცუდი, იმიტომ რომ მთლიანად უარყოფითი ვერ იქნება, რაღაც დადებითი შედეგს ეგეც მოიტანს, იმიტომ რომ ის მაინც იცი რა გინდა, რომ ბოლოს გამოგივიდეს. თუმცა ეს ნამდვილად არნიშნავს იმას, რომ ერთ დღესაც მხოლოდ პრაქტიკის გარეშე და მხოლოდ წარმოდგენით ერთ დღესაც უცებ მიიღებ იდეალურ შედეგს, ეგ ტყუილია, ეგრე ნამდვილად არ მოხდება. და ეს არის ის სისულელე, რომელსაც დიდხანს ვაჯერებდი ამას საკუთარ თავს, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მეზარებოდა, ასე ვთქვათ, და რაც უფრო დააყოვნებ, მით უფრო უარესია, იმიტომ რომ მეტი ბარიერი ჩნდება, მეტი შიში და ტვინს ურჩევნია, რომ რაღაც კომფორტის ზონაში დარჩეს, ვიდრე განიცადოს აუცილებელი დისკომფორტი. დეტალებზე და წვრილმანი პრობლემების გამოსწორებას დროის დახარჯვა სიამდვილეში უფრო მეტ დიდ პრობლემას გამოასწორებს. უფრო ბევრ რამეს მოგიგوارებს ეს ცხოვრებაში და ნაკლებად იქნები ხოლმე გადაუჭრელი დიდი პრობლემების წინაშე, ესე ვთქვათ, უძლური. უნდა შეეგუო როგორმე რომ მომწამლელი ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ხალხი, რომელიც არც არასდროს გამოირჩეოდა შენ მიმართ თანაგრძნობით და ქცევებს არასდროს არ ცვლიან პირიქით, რაც დრო გადის უფრო და უფრო უარესდება მათი შენდამი მოპყრობა, მით უფრო რაც მეტი პერსონალური პრობლემა აქვს თვითონ, უნდა შეეგუო რომ აღარც შეიცვლებიან. არც შენი დაცვა შეუძლიათ, არც დამშვიდება, არც ადამიანურ თანაგრძნობის გამოხატვა. ამიტომ საბოლოო წერტილი, რასაც უნდა მიაღწიო, რამდენი ხნის მერეც იქნება, არის ნეიტრალურობა და სრული შინაგანი სიმშვიდე. არაფერი არ მოაქვს სრულიად არასწორად ფორმირებულ მოწოდებებს იმის შესახებ, რომ ყველანი უნდა გავხდეთ მილიონერები, რატომღაც. 21 საუკუნის სენი გახდა მისკენ მოწოდება. სხვათა შორის არც იმათ არ ერიდებათ ამისკენ მოწოდება, ვინც წესით თავის თავს ეძახის რელიგიურ ფუნდამენტალისტს, ქრისტიანს. იმიტომ რომ ზუსტად მაგ ფუნდამენტალისტებს და ქრისტიანებს ყველაზე მეტი ბიზნესი აქვთ ხოლმე, რითიც მიმდევრებს ფულს ძალავენ. ყველა ანტრეპრენერია, ყველა ბიზნესმენია, ყველა ინფლუენსერია. ოღონდ ინფლუენსერობაში კი არ არის ანტრეპრენერობაში პრობლემა. დაუოკებელი სწრაფვა არანორმალური თანხების დაგროვებისკენ, რომელსაც სწორად, რასაც მე უყურებ, არავინ არ ასწავლის სხვებს. ეს არის ძალიან არაპროდუქტიული მისწრაფება, იმიტომ რომ სრულიად ტყუილად გიჩნდება ილუზია და ძალიან საშიში ეს არის მაშინ, როცა მცირეწლოვან ბავშვებს ასწავლიან იუთუბერები და ტიკტოკერები, როგორ გამდიდრდეთ და როგორ გავხდეთ მილიონერი ინფლუენსერი. სავარაუდოდ თვითონაც ეგრე ესმით ეგ პრობლემა, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ფული ყველა პრობლემას მოგიგوارებს და იქ აღარ აქვს მნიშვნელობა შენ ფლაგველობაზე გაქვს პრობლემა, განაწილება არ იცი, ხარ შეიძლება ალკოჰოლიკიც იყოს ვინმე, ნარკომანი, შოპაჰოლიკი. ამ ყველაფრის გათვალისწინება რატომღაც არ ხდება, იმიტომ რომ თავისთავად ითვლება, რომ თუ მილიონერი გახდი, უბრალოდ გინდა კარგად ცხოვრება, კომფორტულად ყოფნა. სინამდვილეში ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ხელში ჩავარდეს დიდი თანხა ადამიანს, რომელმაც არც იცის ამის განკარგვა. და თან კიდევ ერთი ძალიან საშიში ის არის, რომ მილიონერობა უბრალოდ გამდიდრებით არ მთავრდება. მილიონერები და მილიარდელები თითქმის ყველა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ასე ვთქვათ, მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ კარგ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ იყოს მათი რეზერვებიც, ბიზნესებიც და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი გამდიდრდები, არ არსებობს, რომ პარტიულობას და პოლიტიკას ჩართვას თავი აარიდო და ეს არის ძალიან ცუდი, რომ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, თუმცა ცხოვრებაში აშკარად ჩანს.
რელიგიას ეხება ეს კონკრეტული ისეთი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. ეკლესიას მოუწყდი, ასე ვთქვათ, როგორც ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მორწმუნეა. იმაზე დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, ვიდრე წარმოვიდგენდი და თუ ვთქვათ რელიგიური ადამიანი ხარ, ან რწმენაში პრობლემები გაქვს. ჩემ შემთხვევაში მაინც და მეც ის არ არის ისევ რელიგიური დავრჩა თუ არა მსგავსი შეკითხვა ჩემი თავისთვის არ დამისვავს, იმიტომ რომ არც გამჩენია სურვილი, რომ ათეისტი გავხდე, ვთქვათ. მაგრამ ჩემ შემთხვევაში და ზოგადად ისე რაც როგორც ყველაფერში ზედმეტი პერფექციონიზმი არის დამღუპველი. პერფექციონიზმი მოქმედებისკენ კერგი ბიძგებს, როგორც ვინმე ავტორიტეტი შეიძლება გარიგებდეს. პირიქით გჭედავს ერთ ადგილას. გიყენებს უმაღლეს სტანდარტებს მიუღწეველს და არ გაძლევს წინ წასვლის საშუალებას. ამიტომ ერთი ძალიან საკვანძო ფრაზა, რომელიც ჩემ თავს უთხარი, რამაც ასე ვთქვათ, უფრო გამიხსნა გზა და ნაკლებად დაბრკოლებულად ვიგრძენი თავი, არის ეს, რომ როგორიც შეგიძლია ისეთი ქრისტიანი იყავი. ეს როგორც კი გავიაზრე, თუ ყველა არა, ბევრი მენტალური ბარიერი, ესე ვთქვათ, ჩაიხსნა და ახლა ნელ-ნელა ვცდილობ ამ ყველაფერში გარკვევას. შესაბამისად, ის რომ შენ თავს უფლებას აძლევ, რომ არაიდეალური იყო და როგორც შეგიძლია ისე გამოგივიდეს, ყველაფერს ეხება, მათ შორის რწმენასაც და ჩემთვის ეს არავის არ უსწავლია პირიქით. მით უმეტეს თუ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გადასახედიდან გასწავლიან, ყოველთვის გეუბნებიან, რომ უზადოდ სრულყოფილი უნდა იყო, მაგრამ თან იმასაც გეუბნებიან, რომ ყოველთვის რაღაცაში იქნები მცდარი და ეს არის ძალიან ტოქსიკური მოწოდება, რომელიც მე პირადად არაფერი შემეხმარება და აღარ ვაპირებ, რომ ამის მიხედვით ვიმოქმედო, ასე ვთქვათ.